2025 წლის 20 მაისია დღეს. ძალიან საინტერესო დღეა, მეთქი ვერაფრით ვიტყვი, რომ გადამხედე ახალ ამბებს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული არ ხდება არც ჩვენთან და არც მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო მასშტაბით კვლავაც განიხილავენ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს, კვლავ ამახილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ტრამპმა ერთგვარად არ მნიშვნელოვან წილად დაიხია უკან პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს. ისიც კი თქვა ტრამპმა, რომ სანქციებს ალბათ მაინც არ დავუწესებო, იმიტომ რომ არის შანსი, რომ მოლაპარაკებებით გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს მოლაპარაკებებიო უკვე რუსეთსა და უკრაინას შორისო. მას აკრიტიკებენ, რაც საკვირველია შეერთებულ შტატებში, ვერ უბედავენ თლად ხმამაღალ კრიტიკას უშუალოდ მისი ადმინისტრაციის წევრები, თუმცა ადმინისტრაციის წევრები საკუთარ კომენტარებში ოდნავ განსხვავებულად საუბრობენ, ოდნავ განსხვავებულად აფასებენ ვითარებას და ისინი უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას სანქციების აუცილებლობაზე, რუსეთის მოხრჩობის აუცილებლობაზე, ვიდრე უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი. აღარ ვლაპარაკობ ევროპელ ლიდერებზე, მაინც მომიწია საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბარი, აღარ ვლაპარაკობ ევროპელ ლიდერებზე, რომლებიც ამკაცრებენ ტონს და უკლებლივ ყველა მაინც ცდილობს ტრამპი დააბრუნოს იმ მატარებელში, რომელსაც რუსეთის დანგრევის მატარებელი ჰქვია, გამოუვათ თუ არა ვერ გეტყვით, მოთმინებით უყურებს ამ პროცესს, აკვირდება ამ პროცესს უშუალოდ პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელზეც მექნება დღეს ვიდეო ბლოგი. მაგრამ ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკიზე ვისაუბრებდე, მანამდე სხვა ამბების მიმოვიხილოთ ესე 2 სიტყვით, 3 წინადადებით, 4 სულ მაქსიმუმ. ისიც თქვენ რომ უშუალოდ საქართველოში რამდენიმე საკითხი განიხილება, მაგალითად როგორ უნდა შევხვდეთ 26 მაისს. პრეზიდენტის პლატფორმის ფრთის ქვეშ, კოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირი უნდა დაიკავოს საზოგადოებამ და ასეც არის, რა საკვირველია, უნდა დაიკავოს საზოგადოებამ, მაგრამ კითხვა ამგვარია, კარგი, გაიulis 26 მაისი და რა ხდება 27-ში, 28-ში, 29-ში, 30-ში. ივნისი დადგება, ივლისი დადგება, აგვისტო, სექტემბერი და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ძალიან კარგი აქციის ჩატარება, მაჟორული აქციის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ წყობრი გეგმა არსებობს კია. დიახ, ლოგიკურია იმ მოქალაქეთა პოლიტიკოსთა მეტწილად არგუმენტი, რომ სწორედ პრეზიდენტის კოლგის ფრთების ქვეშ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე ინიციატივა და თუ წარმატება უწევია ჩვენს მოძრაობას ამ ქართული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, სწორედ პრეზიდენტი უნდა იყოს ლიდერი და პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ პრეზიდენტის გარშემო მრგვალ მაგიდასთან და მსჯელობდნენ და თუ კლავ ვიმეორებ გამარჯვება გვიწერია, მხოლოდ ამ გზით თუ მივახცევთ გამარჯვებას, მით უფრო რომ ალტერნატიული გზა მართლაც არ ჩანს. მაგრამ კლავ უნდა დავსვა ეს კითხვა, რას ვაპირებთ 27-ში, 28-ში, 29-ში, ეს პოლიტიკური პარტიები რას აპირებენ და მოდი უფრო ღიადაც ვიკითხავ, გადაძაბვას ვაპირებთ თუ არა. გადაძაბვა არ ნიშნავს ან არ გულისხმობს მაინც და მაინც კანონის დარღვევას, ან თუნდაც კანონის დარღვევის ხაზზე, ზღურბლზე გასვლას. გადაძაბვა ნიშნავს იმას, რომ მეტი და მეტი შეცდომა დააშვებინო არსებულ რეჟიმს და იქნება და ამის შედეგად ჩამოშალო, ჩამოარღვიო, ჩამოანგრიო ის, აი ამ გადაძაბვის ელემენტებიც თითქოს არ ჩანს. მეორე მოსაზრებაც არსებობს იმის თაობაზე, რომ პროცესის გაჭიანურება აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ბიზნე ივანიშვილს. მე გულახდილად გეტყვით, ამ მოსაზრებას არ ან ნაკლებად ვიზიარებ. მე მგონია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბიზნეს დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ვერ დავამარცხეთ ბიზნესა გასული წლის დეკემბერ-იანვარში, როცა ძალიან დაძაბული იყო. მე ერთგვარად შეეგუა თუ შეეპუა თუ ადაპტირდა რეჟიმი იმ პროტესტთან, რომელიც მიმდინარეობს 170-172 დღე და 172 დღე კიდევ ვიდგებით განა არა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ მე არ მგონია, რომ მაინც და მაინც მოხერხებად შესაძლებელია აი სექტემბერში მაგალითად, ხო, რაღაც დედლაინების დაწესება. ეს არის პროცესი.
პროცესი ამგვარ ჩემი წარმოდგენით უნდა იყოს ამგვარი რომ უშუალოდ ბიზინა უნდა დამარცხდეს არჩევნებამდე და საერთოდაც ქართულმა რუსულმა ოცნებამ როგორც რუსულმა ძალამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში და იქნება და ეს მოხერხდეს, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ეს არის ურთულესი და არც საზოგადოება, თლად გულახდილნი ვიყოთ და არც პოლიტიკური ჯგუფები მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამის ის სულისკვეთება საზოგადოებას არ აქვს. და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ოღონდაც კი დანიშნოს ივანიშვილმა არჩევნები და აი მერე კი წავართმევთ ხელისუფლება ძალაუფლებას, რაც ჩემი აზრით ცოტა ილუზორულია, იმიტომ რომ გაყალბების მექანიზმები ივანიშვილს არ დაუთმია და მას კვლავ მიმეორებ ამ სიტყვას არჩევნებამდე მას არ წაუგია არჩევნები ყოველ შემთხვევაში დღეის 20 მაისის მდგომარეობით. კიდევ ერთ თემაზე მსჯელობს საზოგადოება და ეს არის საინტერესო თემა, კრიმინალური შემთხვევა. ოღონდ სხვა კონტექსტში წარმოვადგინოთ, ახლა წარმოვაჩინოთ ეს, აღწეროთ ეს პრობლემა. იცით თქვენ რომ გვარი უნდა გავიქცეონ და უნიანია ის კაცი გვარად, სპორტსმენი კაცი, რომელიც სიკვდილამდე მიიყვანა, აი ისეა დააზიანებული კი არა ნაცემი რომ ბექა უნიანი რომ ექიმები მის სიცოცხლის გადარჩენისათვის იბრძვიან და ვინც ცემა, მისი გვარი არის ივანე ტყეშელაშვილი, თავად პოლიციის ოჯახიდან და ამ უკანასკნელს ემუქრება 7 წლით პატიმრობა თავისუფლების აღკვეთა და ვინმე ყოფილიც იქნება რომ 7 წელი ეს ბევრიაო იწვის და ასე შემდეგ, მაგრამ კვლავ მიმეორებ, ბექაუნიანი არის სიკვდილამდე ნაცემის სიკვდილის პირასაა. ღმერთმა გადაარჩინოს, ექიმები იბრძვიან, კომატოზურ მდგომარეობაშია, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მე სხვა კუთხით წარმოვაჩენ, დიახ, 7 წელი ვისთვის საკმარისია და ვისთვის ცოტაა, ვისთვის ბევრია და ვისთვის კმარია, მაგრამ უყურეთ, მზია ამ აღლობელმა, აი მიმართავ კი არა, კარგად რომ გავიაზროთ კონტექსტი, მზია ამ აღლობელმა პოლიციელ დგებუაძეს გაარტყა ხელი არ უარყოფთ. გაარტყა ხელიც, თქმა მაღალი ნათქვამია ჩემი აზრით, ესეთი აი პატარაზე მიარტყა ხელი, აი ქართული მდიდარი ენაა და ასე უნდა ვთქვათ, ხო, მიარტყა ხელი. ეს დგებუაძე დღემდე ამტკიცებს, რომ მეო ლოყაო, აი დღემდეო რამდენი ხანი გამოხდა, მას შემდეგ ხო ლოყაო გაწითლებული მაქსო ვუტრირებ, რა საკვირველია, მაგრამ სასამართლო პროცესში რო გამოდის ეს კაცი მუდმივად აუსვამს ხაზს იმას, რომ აი ეწყინა არა, ეტკინა, სწორედაც რომ ეტკინას მაგას მისმა მეგობრებმა შენიშნეს, რომ სტკიო და ძალიან სუბიექტურ ინდივიდუალურ გრძნობებს აღწერს და მოსამართლეც რატომღაც ამ ინდივიდუალურ გრძნობებს უჯერებს, ესე ნებისმიერ ამის მოყოლა შეიძლება. კარგით, გავანებოთ თავი იმას, რამდენად ანტიანწუხელიძეა პოლიციელი დგებუაძე კლავ გავამახვილოთ გვადგება მზია ამაღლობელზე და ხოდა მზია ამაღლობელსაც ემუქრება იმის გამო, რაც ჩაიდინა, თუნდაც ამ ლოგიკაში ჩავრჩეთ, ამ ჭყალებში არგუმენტებზე ვისაუბროთ, რომელიც ხელისუფლებას წოდებულ ბანდას აქვს, რომლებიც აქვს, მზია ამაღლობელს ემუქრება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აი წარმოიდგინეთ კაცი გვარად ტყეშელაშვილი, რომელიც პოლიციელის ოჯახიდან არის, ის დაისჯება 7 წლით, იმიტომ რომ სიკვდილამდე მიიყვანა ბექაუნიანი. ეს ახალგაზრდა კაცი ებრძვის, კვლავ ვიმეორებ, სიკვდილს საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაშია და ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისათვის და მეორე დგებუაძე სახსალამათი კაცი, კვლავ ვიმეორებ, ანტიანწუხელიძე კაცი, რომელსაც ესე პატარაზე მოხვდა თითები და არა ხელიც არა, ხო, ტევანიც არა, მზია ამაღლობელისა ან რა ძალით შეიძლება ყველა ნახეთ ეს კადრები, ხო, ძალითაც ხომ არ დაურტყავს, დიდი ძალით ხომ არ დაურტყავს, არანაირი ძალით არ დაურტყავს, მზია ამაღლობელს მიურტყამს უფრო ზუსტი ხო, დგებუაძისათვის მზია ამაღლობელსაც ემუქრება 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს დამატებით ადასტურებს იმას, რამდენად სასამართლო არის ჩვენს ქვეყანაში და რამდენად უსამართლო ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, რამდენად უსამართლო სისტემა შექმნა ბიზნესა ივანიშვილმა, რამდენად უსამართლო რეჟიმი შექმნა, გააძლიერა, გაამყარა ასულდგმულა და ასულდგმულებს. აი ეს ორი თემაა პრინციპში, არა სხვა თემებიც არის, განა არა ჩვენს საზოგადოებაში, რასაც განიხილავენ, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საინტერესო თემებს გადასწრებიან ხოლმე სხვადასხვა მიმოხილველები და მართლობოდაც იქცევიან, მაგრამ მე ერთ ამბავზე კი არა, ერთ შემთხვევაზეც არა
ხო, ერთ ამბავზე ან ერთ პერსონაზე უფრო სუსტი რო ვიყო, მინდა გავამახვილო ყურადღება, მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, საბჭოთა კავშირის დანგრევამდეც იყვნენ, დანგრევის დროსაც იყვნენ და დანგრევის შემდეგაც არიან საბჭოთა მონაწილე იმპერიისა, რომლებმაც განსაკუთრებულად უკვე ჩაწერეს საკუთარი თავიანთი ქვეყნის და შესაძლოა მსოფლიო ისტორიაშიც კი. ბევრნი არ არიან ათეულობით ადამიანს დავასახელებ, აი ია მეურმიშვილმა თუ არ ვწდები, კი არ ვწდები. გამოაქვეყნა, მოდი გადავაბაწვებ ხო იას იამ გამოაქვეყნა, მოდი ვიხდი. გადავამოწმო, მინდა დიახ იამ გამოაქვეყნა აი ფოტო გაჩვენებთ. ფოტო ლეხ ვალენსასთან ერთად. ლეხ ვალენსა არის უმასშტაბურესი პიროვნება, რომელმაც უზარმაზარი წვლილი კი არა, მთავარი როლი ითამაშა პოლონეთის განთავისუფლებაში. ხო, ეს იყო სოლიდარობის ლიდერი, ეს იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, პოლონეთი განთავისუფლდა და ეს კაცი ასაკში შესული ახლა 91 წლისაა, დემოკრატიაზე, ერთობაზე და ბოროტების დამარცხებაზე საუბრობს, ასეც ამბობს. ია. აღარ არის ცოცხალი, მე თუ მკითხავთ ლეხ ვალენსასადმი პატივისცემის მიუხედავად და გათვალისწინებით მეორე უმასშტაბურესი კაცი, იმჟამინდელი მსოფლიოსი, აღმოსავლეთ ევროპისა, ასე ვიტყვი, ლიდერი ჩეხეთსლოვაკეთისა, ჩეხოსლოვაკიისა თუ გრებოთ ასე ვიტყვი, დისიდენტი, დრამატურგი და დისიდენტი, ძალოთა ამის თქმელი, ამის ავტორი, ვაცლავ ჰაველი. და მანაც შექმნა მთელი ეპოქა, არა მხოლოდ ჩეხეთის კლავი მეორე მასშტაბით, ის იყო სათავეებთან იმისა, რომ ჩეხეთი და სლოვაკეთი გაყოფილიყო და როგორ დემოკრატიულად მოხდა ერთი სუბიექტის ორ სუბიექტად ქცევა თქვენს იცით და აი მასზე ორი სიტყვა რასაკვირველია უნდა ითქვას ხოლმე. აი ცოცხალია და ამას წინათკერა დღეს შემომხვდა ზუსტად ინტერვიუ კიდევ ერთ გენიალურ კაცთან, აი ლეხ ვალენსა ხო ცოცხალია და კიდევ ერთ გენიალურ კაცთან ლიტვის თავისუფლების ფუძემდებელ ვიტაუტას ლანძბერგისთან, რომლის შვილიშვილის არც თუ დიდი ხნის წინ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ბრწყინვალე შესანიშნავი ქვეყნისა და ვიტაუტას ლანძბერგისი არავინ სხვა ისე ლიტვის სინამდვილეში როგორც სწორედ ვიტაუტას ლანძბერგისი არის პატივსაცემი, არა სხვაებიც რასაკვირველია, მაგრამ პატივსაცემი, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, გახსოვთ ალბათ 99-90 წლის უმაღლესი საბჭოთა კავშირში, როცა ის გამოდიოდა ჩვენს გვიცავდა სხვათა შორის, გამოდიოდა ჩვენ გვიცავდა 9 აპრილის კონტექსტში და არა მხოლოდ და ეწინააღმდეგებოდა პერესტროიკასაც ეწინააღმდეგებოდა ერთის მხრივ კი არა ნამდვილად და მეორეს მხრივ ითხოვდა ბალტიის სამივე სახელმწიფოს განთავისუფლებას და რასაკვირველია პირველ ყოვლისა ლიტვისა ვერ წარმოთქვა ახალ ტოპონიმიკას, ახალ სახელად ლიეტუვას დამოუკიდებლობასაც ითხოვდა და მიაღწია კიდეც ის იყო სეიმის თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტი და ასე შემდეგ. აი სამი ადამიანი ვახსენე. ხა სხვების გახსენებაც შეიძლება, რასაკვირველია პოსტსაბჭოთა პოსტსოციალისტური სივრციდან მერქი არ შეიძლება რომ არ ვახსენო. ნახეთ ხა ბევრი ფიქრებს რომ მე ვახსენებ ზვიად გამსახურდიას. ვახსენებ როგორ არა დამოუკიდებლობის ავტორია ზვიად გამსახურდია ჩვენ მასშტაბში და არა მხოლოდ ჩვენ მასშტაბში, არის უზარმაზარი პერსონა. ხო, ბევრი ფიქრებს რომ 99 წლის ოქტომბერში დაიღუპა ეს კაცი მოკლეს მერქი ასე ვიტყვი. ვახსენებ მერაბ კოსტავას 13 ოქტომბერს მოკლეს 9 აპრილიდან 5-6 თვის თავზე. ხო, ახლა რომ უკვირდები 99-ში მერაბი იყო 50 სულ რაღაც 50 წლის, მე ვარ ახლა 52 წლის, წარმოიდგინეთ ახლა რაც მასზე 2 წლი, ჩემზე 2 წლით უმცროსი იყო, ხო? მერაბ კოსტავა იყო აირონმენ კაცი, რკინის კაცი. მასაც ვახსენებ რასაკვირველია, ზვიათსაც ვახსენებ რასაკვირველია, სხვებს რასაკვირველია, მაგრამ კიდევ ერთ განმანათლებელ კაცს ვახსენებ და პატივისცემა მის ოჯახს, ლაშას მოკითხვა აქედან, ეს არის კაცი, რომლის ლექციებზეც ბევრი ჩვენგანი დადიოდა თუ უნივერსიტეტში, თუ ვერისბახში, მაშინ სხვა რამე ერქვა, კიროვის ბაღი ერქვა, კიროვის ბაღში რო საკალათბურთო დარბაზია, უნივერსიტეტში აუდიტორიაში, უნივერსიტეტში სააქტო დარბაზში და აი ათასობით სმენელს კრებდა განმანათლებელი კაცი აკაკი ბაქრაძე, პატივისცემა და ეს აკაკი ბაქრაძე იყო ჩვენი მასშტაბით ძალიან დიდი კაცი, რომელმაც ეს თავისუფლების სურნელი და სიო და ცოდნა თავისუფლებისა შემოიტანა ჩვენ სინამდვილეში. ეხლა მე სიღრმეებში ხო ხვდებით რომ ვერც და არა მარტო არამედ ვერც ჩავდივარ, ვერ ვსაუბრობ
იმ წერილებზე, რომლებიც აქვს დაწერილი ხვალენსას, იმ შრომებზე და წიგნებზე, რომლებიც დაწერილი აქვს ვაცლავ ჰაველს, იმ ინტერვიუებზე და წიგნებზე, რომლებიც ლანსბერგის აქვს დაწერილი, მიცემული და დაწერილი, ზვიადის პუბლიცისტიკაზე, მერაბის ლექსებზე თუ რამდენიმე წერილზე, კაკო ბაქრაძის, ილია ჭავჭავაძეზე, ასე მაგალითად ხომ ვერ ვსაუბრობ და კიდევ იმაზე, ვინც სულს არ სცირავს სამშობლოს და კიდევ ბევრ რამეზე. ამიტომ ზედაპირულად მაინც გავიხსენოთ რამდენიმე ადამიანი. ცხადია, მე უნდა გავიხსენო, ახლა გულახდილა ბევრს ეწყინება ეს მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ეწყინება, დამწამებენ რომ შეხარ მისისტი, მის არა გასაკვირველია, მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსთა მოდი ასე ვიტყვი 1000-ეულში ან 5000-ეულში მაინც ვიყავი, გახდით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ უზარმაზარი მასშტაბის პერსონაა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის ამაუგებლად იმის რა შეცდომები დაუშვა და ასე შემდეგ შეცდომები ვის არ დაუშვია მარგარეტ ტეჩერს ისეთ შეცდომებია ხალხმა დაშვებული გაგიჟდებით და თუნდაც ჩერჩილს მაგრამ ბრიტანელებს არასოდეს დაუყენებიათ ეჭქვეშ მარგარეტ ტეჩერისა და მარგარეტ ტეჩერის ამბები გაიხსენეთ 80-იან წლებში იგივე არგენტინასთან ფოლკლენდის კუნძულებთან ან საკუთრი უშუალოდ ბრიტანეთში მიმდინარე პროცესები მიაქციეთ ყურადღება ირლანდიელებთან კამათი რაღა კამათი ხო რა ვიცი ამბები და მოვლენები ხო მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის უმასშტაბურესი კაცი მათ პერსონა პოლიტიკოსი მათ შორის იმიტომ რომ ის არის პირველი პრაქტიკულად ჩვენს დროებაში პირველი ვინც ხელუყუღმა აარტყა რუსეთის ფედერაციას იმპერია რუსეთს რომელსაც უნდოდა არა ცხინვალის რეგიონი უბრალოდ ეს ბარტყია რომელსაც გადმოგიგდებს ან არ გადმოგიგდებს უნდოდა დაპყრობა თლიანად ჩვენი ქვეყნისა ანუ დედაქალაქის თბილისის თავზე რუსული დროშის აფრიალება მეთქი ვიტყვი ასე უტრირებულად და გასაკვირველი ასია. ბევრი ადამიანი ცხადია მე გამორჩა რომ მე დავასახელე მერაბი, ზვიადი, კაკო ბაქრაძე შემიძლია ახლა წერილებზეც გადავიდე და ოთარ ჭილაძეზეც ვისაუბრო. რა ვიცი, ხებზე და სხვებს ბუნებრივია შემიძლია, ხო? ჩვენს დროებაში რაც ხდება այդ ამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან მეთქი ბევრზე შეიძლება საუბარი ჩვენი სინამდვილე საუბარი დუდაევი გამორჩა ხლა ჯოხარ დუდაევი არის უმასშტაბურესი კაცი კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩეჩნეთი იჩქერისთვის თავისუფლების მებრძოლი და კიდევ ერთი ხელუხმა ამტყმელი რუსეთის ფედერაციისათვის სხვაებიც გახსენებაც შეიძლება ცხადია. ისე ახლა ბევრი მომედავება და მეტყვის რომ შევარდაძე სახსენეო შევარდაძე არ არის თავისუფლების იდეის მატარებელი ბევრი რამ რასაკვირველია მან გააკეთა ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ქვეყნისთვის იქ სტამბოლის სამიტის გახსენებაც შეიძლება და ასე შემდეგ მაგრამ მომიტევოს უკლებლივ ყველამ მაგრამ ეს გენიალური პოლიტიკოსი ხაზგასმით ვამბობ ჩვენი სინამდვილის უფრო დიპლომატი პოლიტიკოსი გამობრძმენდილი თეთრი მელა რაც გნებავთ ის ბაბუ რაც გნებავთ ის დაარქვით ის არ არის თავისუფლების იდეისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი აქედან გამომდინარე მომიტევეთ უშუალოდ მისმა მხრება მაგრამ მას ამ სიაში კი ვერ ჩავაკრეხებ ვერ ჩავწერ ხო არა ხო ითევ ერთი გამახსენდა ამასობაში აი მივდივარ ერთ გენიალურ კაცამდე და ვერ მივედი იმიტომ რომ არ შეიძლება რომ არ ვახსენო კიდევ ერთი უზარმაზარი მასშტაბის კაცი ეს არის 2010 წლის დარწმუნებული ვარ მოკლული 2010 წლის 10 აპრილს მოკლული სმოლენსკთან მოკლული ლეხ კაჩინსკი რუსები ამტკიცებენ რომ იქ არის ბორტის ეკიპაჟის ბრალი იყო იქ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო გენერალური შტაბის უფროსმა პოლონეთის ძალებმა დაადგა თავზე და უბრძანა რომ თვითონავი როგორღაც დასვიოს ხები ამტკიცებენ რომ ეს რაღაც დისპეჩერების ბრალი არ ვიცი ოდესმე გაიხსნება თუ არა 10 აპრილის ტრაგედიის ამბავი, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერსია, კონსპიროლოგიური ვერსია, ვიღაცა იტყვის, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კონსპირაცია, რომელსაც თავის დროზე პოლონეთის ხელისუფლებაც კი აქტიურად ლობირებდა და ახლაც იწყება ამ თემაზე ესეთი მკრთალი საუბრები, ის რომ მოკლული იყო 88 ბორტის ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 95 და 88 პირი პლუს ლეხ კაჩინსკის მეუღლე 99 ჯამში ბორტზე მყოფები დაიღუპნენ. წარმოიდგინეთ, მთელი პოლიტიკური ელიტა, მეთქი პოლონეთის სეიმის 12 დეპუტატია თუ არ ვცდები
მინისტრები არიან, მინისტრების მოადგილეები არიან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან და აი 90 უბრალო ჩვეულებრივად წოდებული ყველა ზვირფასია, რომ დაგეღუპოს შენ, ხო? რამხელა რამდენად დიდი ტრაგედიაა და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი იყო ამ ყველაფრის მომწყობი, რუსეთმა უშუალოდ პუტინმა თან ეხა სიმბოლურია, რომ სმოლენსკთან მოხდა, ხო? კატინის ტყე დახვეტილი პოლონელები, ბევრი რამის გახსენება და შეიძლება და აი აქ დაემთხვა, არ დაემთხვა, ალბათ კი არა ნამდვილად. და მივედით 2025 წლის დღევანდელ დღემდე, ანუ 20 მაისამდე. რა ხდება 20 მაისს? რა რითია გამორჩეული ეს 20 მაისი? არც არაფრითო ბევრი თქვენ გარიმეთქვის. 2-3 ამბავი კი გიამბეთ ჩემი მონოლოგის დასაწყისში, საერთაშორისო ამბები, ტრამპი უნდა როგორღაც შესვან იმ მატარებელ, აბრუნონ იმ მატარებელში, რომელსაც რუსეთის დანგრევის, მოხრჩობის მატარებელი ჰქვია. აქაური ამბებიც გიამბეთ, პროტესტი 26 მაისი და ასე შემდეგ. არა. სხვაზე და სხვა ამბავზე ვამახვილებ ყურადღებას, ეს არის 2019 წლის 20 მაისი, კაცი მსახიობი, პოლიტიკოსი, არა იდენტობით არა პოლიტიკოსი, მოდის ვებერთოლა ჩვენთან შედარებით და რუსეთთან შედარებით პაცა წინა უკრაინის სათავეში არა და დიდი ქვეყანაა უკრაინა რასაკვირველი უბრალოდ რუსეთია ძალიან დიდი წარმოუდგენლად დიდი და ამასთან შედარებით ჩანს უკრაინა პატარა თორემ უკრაინა თავისთავად ძალიან დიდი ქვეყანაა და ევროპის ნაწილი რო გახდება შევარა ევროკავშირში ყველაზე დიდი ქვეყანა იქნება ევროპის კონტინენტისა ხო და აი ამ ვებერთელა ქვეყნის სათავეში რომელიც არ ვიცი რომელი ქალაქი და ლვოვიდან ლუჰანსკამდე ხო ხარკოვიდან ოდესამდე კიევიდან მარიუპოლამდე სადაც ცენტრალური უკრაინაც შეგვიძლია ამ ქვეყნის სათავეში მოდის კაცი მსახიობი იმ ხანად პირველი 2-3 წლის განმავლობაში კაცი უწყინარი ასე ვიტყვი რომელიც სხვათა შორის ძალიან ხშირად ამახვილებს ყურადღებას ყინიმი ხო დაკარგულია მაგრამ შვიდობის აუცილებლობაზე დაკარგულია კი არა შესულნი არიან რუსები უკვე 2014 წლის მარტიდან მაგრამ ზელენსკი დაამარცხებსა ოლიგარქს არა კარგით მილიარდერს კარგით არქიმილიონერს მულტიმილიონერ პოროშენკოს ზელენსკი და ესეთი აი უნაო ჭოკაცი მუდმივად ლაპარაკობს რომ შვიდობა ხალხის ერთი ფრაზა მახსენდება თუ ხალხს არ დავიბრუნებთ ტერიტორიების დაბრუნებას განა რა მნიშვნელობა აქვსო ყირიმს გულისხმობს პირველი 3 წელი ასე არც კი 2.5 წელი განვლო ასე პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაგრამ 22 წლის ოქტომბერში 22 წლის ნოემბერში 22 წლის დეკემბერში რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა კლანჭები და თქვა რომ იცით რა ეს უდრტვინველი უწყინარი ზელენსკიც კი ცოტაზე მეტად ჩაგრავს ავიწროვებს რუსულენოვან მოქალაქეებს დონბასში ანუ დონეცკსა და ლუჰანსკში მიაქციეთ ყურადღება იმ ხანად სულაც არ იყო ლაპარაკი ხერსონზე ზაპოროჟიეზე ოდესაზე სუმიზე ხარკოვზე დნეპროპეტროვსკზე არ ვიცი ლვოვზე თუ გნებავთ და არ ვიცი კიევზეც კი ამ ორ რეგიონზე ნუ ყირიმის გარდა ამ ორ რეგიონზე საუბრობდა უკვე ყირიმი რომ მოინელა გადაყლაპა და თქვა მასზე ყირიმზე კრიმ возвращается в родную гавань და მერე сегодня Крым завтра Рим ესეც რომ თქვა აი ეს რუსეთი ამ ორ რეგიონზე ამახვილებდა ყურადღებას ზელენსკი იქაც ძალიან ადეკვატური იყო, თუმცა რუსეთმა ახალი მოთხოვნების წამოყენება დაიწყო. მათ შორის სრულიად აბსურდული მოთხოვნისა, უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში. ვინ გვეპატიჟებოდა თუ ჩვენ და თუ უკრაინას ნატოში მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებული ჰქონდა და გვაქვს, ახლაც გვაქვს, მაგრამ მივდივართ კია ნატოში ახლაც მივდივართ ფორმალისტური თვალსაზრისით არც არავინ არ გვეკაჩებოდა გვეპატიჟებოდა იმიტომ რომ რუსეთს ვიყოთ გულახდილნი ჰქონდა და აქვს ჰქონდა ირიბი ფარული ვეტო და რუსეთი რო არ გაეხიზიანებინა მერკელიადის არსებობის პირობებში მერკელიადა არსებობდა ხო ევროპაში ეს ტენდენცია იყო ხო გამომერკელებულნი იყვნენ ძალიან ბევრი გამოობამებულნი სხვათა შორის შეერთებულ შტატებში თუ გნებავთ ასეც ვიტყვი
არავინ არ გვეპატიჟებოდა არც ჩვენ და არც უკრაინას ნატოში, მაგრამ რუსეთმა დაიჩემა ოქტომბერ-ნოემბერში, რომ თქვენო უკრაინელებს ეუბნება მიდიხართ ნატოში და ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ, იმიტომ რომ და პუტინმა დაიწყო ანგარიში 4 წამნახევარში ნატოს ეს თვითფრინავი თუ ეს რაკეტა მიაღწევს თვით ლენინგრად პეტერბურგამდე, მოსკოვამდე მიაღწევს რაღაც არ ვიცი 7 წამნახევარში თუ პირიქით 3 წამნახევარ წამში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაც ბოდბები. ეს ორი მოთხოვნა, ანუ იყო, ესე იგი ნატოში არ უნდა შესულიყო და თუ არა დაგარტყავთო თქვა პუტინმა და ასევე რუსულოვანი მოქალაქეების უფლებებს ნულახავთ. სასაცილოდაც არ იყო ბევრს. ამასობაში არსებობდა მინავლებული და პრაქტიკულად აღარ არსებული და უშედეგო, შედეგზე არაორიენტირებული მინსკის ფორმატი, რომელზეც რუსები კვლავ და კვლავ ამტკიცებდნენ საკუთარ იმპერიულობას, იმპერიულ ზრახებს აცნობდნენ თუ უკრაინელებს და თუ საერთაშორისო თანამეგობრობას. იზაბებოდა და ესეთი აი გვირილას რომ აიღებდა და არ დაარტყავს ფოთლებით რომ განფრცქვნი ხო ამ ყვავილს და არ დაარტყავს ლამის მარტში ელობდა მთელი მსოფლიო 22 წლის 24 თებერვალს რუსეთმა მიიღო პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება და ზელენსკი რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონა აი ისეთი პერსონა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა იმ მასშტაბის პერსონა როგორიც ბიც იყვნენ ჩვენ სინამდვილეში ზვიადი ვახსენე, მერაბი ვახსენე, აირანმენია, მერაბ კოსტავა ხუმრობა საქმე კი არ არის. ხო, ვახსენე კაკო ბაქრაძე, როგორც გარმანათლებელი, ვახსენე ჯოხარ დუდაევი, ვახსენე ლეხვალენცა, არ მინდა გამორჩეს ვინმე, ვახსენე ვიტაუტას ლანსბერგისი, ვახსენე ვაცლავ ჰაველის ხვების გახსენება ცხადია შეიძლება, მაგრამ და მიშა ვახსენე სააკაშვილი და რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონა, რომ ზელენსკი არ შეეპუა ამ მუქარებს ამ ვეებას სახელმწიფოსაგან და ამ მსახიობმა კაცმა იდენტობით არა პოლიტიკოსმა თქვა მე ვდგავარ აქ და გახსოვთ თქვენი ცნობილი ჩართვა ზესა ტუტა თუ ზესას რო იძახის ხო ყველაზე ვინც იმხანად იყო იმხანად რო სავსე იყო სხვა შემადგენლობის იყო გუნდი ახლა ზოგი მაინც წავიდა გუნდიდან და დადგა კიევის ცენტრში და მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ურჩიეს, რომ 3 დღეში დატოვეო კიევიო, სხვა შორის ივეს ურჩევდნენ მიშა სააკაშვილს თავის დროზე 2008 წელს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელივე პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ 3-4 დღეში დაეცემა კიევიო, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, ვინც რაც არ უნდა თქვას ტრამპმა კი არა. ვინც რაც არ უნდა თქვას ზეციური უკრაინიდან, ზეციური რუსეთიდან თუ არსებობს არა ზეციური რუსეთი არც არსებობს. მოკლედ ზეციური რუსეთიდან თუ ზეციური შეერთებული შტატებიდან თუ ზეციური საქართველოს მოკლედ საიდანაც ანგელოზნი რო ჩამოვიდნენ და ეს კითხრან უკრაინა და კიევი უფრო ზუსტი რო ვიყო არ დაეცემოდა. ზელენსკი დადგა და აი 3.5 წელია ზელენსკის მეთაურობით თავკაცობით უკრაინა თუ საერთაშორისო ფრონტზე ანუ დიპლომატიურ ფრონტზე უამრავი პრობლემის მიუხედავად აი მართლა ჩაფხუტებს პირდებოდნენ არ დავასახელებ ახლა იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩაფხუტებით თუ დაგეხმარებითო, ალბათ ეს მაინც ესეთი უტრირებულად ნათქვამი იყო, ანუ არ გვაქვს შესაძლებლობაო ეს იგულისხმებოდა ამ სიტყვაში. და ასევე ბაიდენის ადეკვატურობას და არაადეკვატურობას, ტრამპის ადეკვატურობას და არაადეკვატურობას, თურქეთის სტამბოლის პირველ მოლაპარაკებებს, მეორე მოლაპარაკებებს, შუა გულში ამ 3 წლის განმავლობაში ერთი სოფლის დაკარგვას, ორი აღებას, იმ ორის დაკარგვას, ერთის აღებას, სისხლს, ამბავს, შიდა დაპირისპირებებს, იყო ესეთიც და არის ესეთიც. ზელენსკი ამ ყველაფერს გაუძლო, მათ შორის ჩემი აზრით ძალიან გენიალურ კაცთან. დაპირისპირებაც ასე უნდა ვთქვა, თუმცა ბოლოს ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს და ეს კაცი ახლა მუშაობს ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, ზალუჟნისთან დაპირისპირებასაც კი ზალუჟნი პოპულარული კაცია უკრაინაში, პატარა კაცი კი არ არის დღესაც. ხო, ძალიან პოპულარული კაცია, ხვალ რო არჩევნები ჩატარდეს მართლა შეიძლება ზელენსკი ვერც მოიგოს, თუ ზალუჟნი იქნება მისი ოპონენტი. არჩევნები ჩატარდება თუ რა ამაზე სხვა დროს, ხო, ობის პირობებში ცხადი არ ჩატარდება. მოკლედ ზელენსკი 20 მაისს 2019 წლისა გახდა უკრაინის პრეზიდენტი. და უკრაინას, რომელსაც ყოლია, თუგებოდ გავიხსენებ, კრავჩუკი, კუჩმა, რომელიც სხვათა შორის ძალიან პოზიტიურ ეს კომუნისტი კაცი, ასრულებს უაღრესად პოზიტიურ როლს, საინტერესო როლს თუგებოდ ეხლა ვიტყვი, ასე ვიტყვი, რუსეთ-უკრაინის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ეხმარება. უკვე შემდგომ რუსების მიერ მოწამლული უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო, ავტორი
ავტორი ნარინჯისფერი რევოლუციისა. იუშენკოს შემდეგ ხელისუფლებაში მოდის ვინ? რუსთა შორის რუსი, აი უკრაინელი ბიზიდა ივანიშვილი, იანუკოვიჩის შემდეგ პოროშენკო, უკვე რევოლუცია, ღირსების რევოლუცია იცით თქვენ 2014 წლის თებერვლისა, ნოემბერში დაწყებული და 13 ნოემბერში დაწყებული და 14-ში დასრულებული და უკვე შემდგომ პოროშენკოს ამარცხებს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც ახლა უჩიჩინებდნენ და ეხლას უჩიჩინებენ, რომ შენ უნდა დანიშნო არჩევნებიო, დანიშნავს და საგუშნისთან დაკავშირებით მეკითხარით, მაგრამ მაღალია მისი გამარჯვების შანსიც. ეს არის გენიალური კაცი, იმიტომ და ისტორიაში ოქროსასოებით ჩაწერილი კაცი, იმიტომ რომ უამრავია რამდენიმე შეცდომის, რამდენიმე ძირეული თუ გნებავთ ასე ვიტყვი შეცდომის მიუხედავად, ამგვარი ადამიანები ქმნიან ისტორიას, რომელიც ეს ისტორია პერსპექტივიდან რომ გადმოხედო, ან 2058 წელს ახარ ხო შენ ხედავ უკრაინას მებრძოლს. ხვალ რომ უკრაინამ წააგოს, კი არა, დათმოს ტერიტორიები. ნახეთ როგორ შეიფუთება ეს და როგორ იქნება რეალურადაც. უკრაინა გადარჩა, ეს ითქმება ყველა ობიექტური მოქალაქის და ისტორიკოსის და მიმომხილველის მიერ და გადაარჩინა ზელენსკიმ და გეტყვით რატომ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს უკლებრივ ყველას, მე მგონი საქართველოსთან იმართებაშიც თქვიეს 2008 წელთან დაკავშირებით, რომ რუსეთს უნდა უკაცრავად რუსულისთვის ცელიკომ, ანუ მთლიანად უკრაინა. და თუ უკრაინის არასწორი სიტყვა ერთი გოჯი, ერთი სოფელი მაინც გადაურჩება რუსეთის ოკუპაციას, ესე იგი უკრაინა გადარჩენილია, მეთქი ამის თქმა სულაც არ მინდა, მაგრამ თუ კიევში სწორედ უკრაინის დამოუკიდებელი უკრაინის დროშა იფრიალებს და უკრაინა გააკონტროლებს თუნდაც იმ დარჩენილ ტერიტორიას, რომელიც გადაურჩება რუსეთის ოკუპაციას, უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩენილი იქნება, ვინაიდან რუსეთს არ ექნება მიღწეული მთავარი მიზნისათვის და ეს მიზანი, აქ იგითხარით, არის მთლიანად უკრაინის დაპყრობა იმისთვის, რომ მერე უკვე უკრაინა გადაყლაპულმა მოსპა სახელმწიფომ იოლად გადაყლაპოს ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, რასაკვირველია მანამდე მოლდოვა, საქართველოს გადაყლაპული აქვს, მეთქი ბიზინა ივანიშვილი რუსის მიერ ამას თუ ვიტყვი, ესეც არ იქნება. არასწორად ნათქვამი არა, გადაყლაპული მთლად არა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით, სომხეთი აზერბაიჯანზეც კი გაიწევა, მეთქი ამასაც გავბედავ და ვიტყვი, თუმცა იქ აზერბაიჯანი ყველაზე რთული იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე თვითგვარი სახელმწიფოა, მაგრამ უკრაინას არ გულისხმობ დასახელებულ სახელმწიფოებს შორის. და დანარჩენი უკრაინა რასაკვირველი აყვავდება იმ ფონდის მიერ, რომელიც დაარსდა და იმ ხეს ფონდი კი თავის მხრივ დაარსდა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და იცით რომ 50-50-ია, იცით რომ მინერალებზეც არის, აღარ ვილაპარაკებ ახლა იმ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაზე, რომელიცაც მოაწერეს ხელი მხარე. ხო და ზელენსკის დაურუნდეთ, აი 33 წუთია, ხო? ზელენსკიზე რა არ მოიგონა რუსულმა პროპაგანდამ რუსეთში და გამოალაყა რუსული საზოგადოება, ცენტრალურ რუსეთს გულისხმობს ხადი ურალს, აქეთ, აი მოსკოვ, პეტერბურგს გულისხმობ, ხო? განვითარებულ რუსეთს, მაკდონალდს, სირქერო იყო იმ რუსეთს გულისხმობ. და აქაც გამოალაყა ჩვენ სინამდვილეში რუსულმა და ქართულ ენოვანმა რუსულმა მედიამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს ოპერირება და ყოფნა ვითარებაში, როდესაც ქართულენოვანი რუსები, ქართულ გვარიანი რუსები გაცილებით საშიშნი არიან ქართული სახელმწიფოსთვის, ვიდრე რუსულ გვარიანი რუსები, ჩამოსულები თუ დროებით, თუ სამუდამოდ, თუ როგორც ჩამოვიდნენ ისე. დიახ, და ეს ყაზბეგიდან დაწყებული ლაგოდეხით, ბათუმიდან დაწყებული ლაგოდეხით დამთავრებული, ყველა გრძნობს ამას ყოველ უხეშად ვლაპარაკობ 100 მეტრში, სადაც კი რესტორანი შემოგხვდებათ 100 მაგალითად, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა, არც იმ ქართულ ენოვან რუსულ მედიაზე ვლაპარაკობ, რომლის სათავეშიც არიან ქართული ოცნების ოლიგარქები, მინი ოლიგარქები თუ ბანდიტები. ამაზეც არ ვლაპარაკობ. აქ იგითხარით, ეს არის ვიდეობლოგი გმირ პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომელიც დღეს 20 მაისია და უკვე 6 წელია არის უკრაინის ლიდერი და რომლის ლიდერობითაც ხაზგასმით ვიტყვი ამას, რომლის ლიდერობითაც არათუ დასრულდება
ომი უკრაინაში, არამედ უკრაინა, როგორც სახელმწიფო გაიმარჯვებს. ბევრი ჰყოლია პოსტსოციალისტურ სივრცეს, უმასშტაბურეს სიპირი ხა დასავლეთ ევროპაზე არ ვლაპარაკობ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე არ ჩავდივარ და აღმოსავლეთშიც არ გადავდივარ, ხო? პოსტსოციალისტურ სივრცეზე, პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეზე ვლაპარაკობ. ბევრი ჰყოლია აი ესეთი სოფლიო მასშტაბის ლიდერები, ადგილობრივი და სოფლიო მასშტაბის ლიდერები და ზელენსკი არათუ მეათეა, არამედ ვირიც ის იქნება პირველიც გია, ამას ისტორია დაადასტურებს. ნახვამდის.